ვიდრე ესე ძალიან მარტივად და სტერეოტიპულად ის ცუდია და რადგან ის ცუდია მე ვიყვირებ რომ ცუდია, რადგან მას შეეშალა მე ვიტყვი რომ შეეშალა და ამით წარმოჩდება რომ მე უფრო კარგი ვარ. ანუ სხვისი შეცდომის ფასზე კი არ უნდა ვიყო მე კარგი, მე ჩემი პიროვნულობა უნდა მქონდეს და არა სხვისი შეცდომა განაპირობებდეს ჩემ პიროვნულობას. დიახ, თორე მოვა დრო და ის სხვაც აღარ იქნება და მე ვის დავაბრალებთ, მაგას ვნახავთ და სამჟავროზე არ გვეყოლება მეორე სხვა. აუცილებლად და თან მამაო რა მინდა იცით გითხრათ რომ აი როგორ დავიხმაროთ ერთმანეთს აი ამ აი ეხა ეს ერთი გადაცემა გაკეთდა მაგრამ როგორ დავიხმაროთ სხვა ადამიანებს იმათ რომ ამით ხო ჩვენ თავს ვეხმარებით ხო ვიღაცას უჭირს ვიღაცას პრობლემა აქვს ვიღაცა აბა უჭირს აბა რა არის როცა ესეთია ხო აი შემთხვევაში როგორ დავიხმაროთ და ჩვენ არ დავიწყოთ ის რომ აი აქ რაღაცა ჩვენი პლუსების გამოვლინება ხო აი შემთხვევაში აი ამ ვითარებაში იმ ყველაზე ცოდვილში ყველაზე გაუბედურებულ ადამიანში ხო ის ხო უბედურია ხა მეტია აი როგორ ამოვწიოთ მამაო იმიტომ რომ ჩვენ თუ იმას არ ამოვწევთ ჩვენც ვერ აგვწევს ვიღაცა სხვაგან იმიტომ რომ 100 წევზე მეტი რა არის მე თუ იმაზე ნაკლებად ცოდვილი ვარ ჩემზე ნაკლებად ცოდვილი ვიღაც ჩემზე მოჩქნა იქ ის და ესე მიდის ხო ამ შემთხვევაში მოძღვარი ჭყალებში ყველა სჭირდება ხო მე თუ ვიღაცის მოძღვარი უნდა ვიყო ჩემი მოძღვარი ვიღაცა უნდა იყოს იმის ვიღაცა და ასე შემდეგ ყველასთან ექნება აღსარება სათქმელი აუცილებლად ვიღაცა იქნება ვიღაცაზე ნაკლები ცოდვები აი ამ შემთხვევაში მამო აი როგორ უნდა შევიცოდოთ ეს სიტუაცია თვითონ იმიტომ რომ ჩვენ თუ ამას არ შევიცოდეთ ჩვენც ვერ შეგვიცოდებს სხვა და მე მართლა პრობლემა გვექნება ხო ჩემი აზრით აქ ყველაზე მთავარი რაც არის ეს არის მიმღებლობა ჩვენ და ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ კიდეც იმიტომ რომ სხვა პასუხი და სხვა მდგომარეობა ფიზიკურად არ არსებობს ადამიანის ცხოვრებაში თუ უნდა ამის გამოსწორება რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიუღებელნი ისეთად როგორებიც ვართ აი ჩვენ მოვიყვანეთ მეძავის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ზაქე მეზვერის მაგალითი ხო აი უფალი ნახეთ ისეც იღებს როგორიც არის ისეც იღებს ზუსტად ხო იქ აღსარებასაც ამოს ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ზაქეს სიტყვები ეს არის აღსარება ის აღსარებასაც ეუნება უფალს ისეთია ისე ცხოვრობს ისეთი ცხოვრების წესი აქვს იგივე მეძავთან შემთხვევაში იგივე მარიამ მაგდალინელთან შემთხვევაში და ასე შემდეგ ვისაც ხვდება უფალი და ესაუბრება ყველას იღებს ის მოციქულებთან მიმართებაში მოციქულები ისეთები მიიღო როგორიც იყვნენ ხო ზუსტად ისეთები ხო აი საოცარია ერთი ფრაგმენტი რომ თანსახარება გვეუბნება რომ ყველაფერი რომ აღწერილიყო წიგნები ვერ დაიტევდა და ამ დროს ნახეთ როგორი დეტალია აღწერილი რომ როდესაც მაცხოვარი მიდის მოციქულებთან პეტრემ მოციქულს შერცხვება იმიტომ რომ შიშველია და წყალში ჩადის ახლა რა საჭიროა ამის აღწერა ხო იტყვის ადამიანი ხა თან ამბობს წმინდა წერილი რომ ყველა მოვლენას ეს წიგნები ვერ დაიტევდა რაც მაცხოვარმა აღასრულა და ამოდროულად არის ძალიან მარტივი მოცემულობა გადმოცემული რომელიც თითქოს არაფერს გეუბნება ადამიანს რომ პეტრე მოციქულს შერცხვა იმიტომ რომ იყო შიშველი და შევიდა ზღვაში თითქოს არაფრის თქმელი მაგრამ ნახეთ რატომ არის ხო იქ ხო ერთი წერტილიც არ არის უბრალოდ და ტყუილად რატომ იმიტომ რომ ჩვენ დაგვანახოს რომ წმინდა მოციქული პეტრე არის ადამიანი ის ადამიანური თვისებებით ცხოვრობს ის ესეთია ასე ცხოვრობს ასეთნაირად არის ასეთი პიროვნული მიაქვს და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩვენ ერთმანეთის ესე მუშტის ცემით გამოსწორება კი არ უნდა დავიწყოთ არამედ პირველ რიგში შევიყვაროთ ერთმანეთი ისეთი როგორიც ვართ და შემდგომ უკვე ეს ურთიერთობა თავისთავად გამოასწორებს იმ ყველაფერს რისი გამოსწორებას ჩვენ გვინდა საკუთარ თავში თუ სხვაში ანუ უნდა მივიღოთ ერთმანეთს აი როგორც მაცხოვარმა მიიღო მაცხოვარმა ამაზაკი მიიღო ისეთი როგორიც იყო ხო მაცხოვარმა ნიკოდიმოსი მიიღო ისეთი როგორიც იყო მაცხოვარმა პეტრე მოციქული პავლე მოციქული მიიღო ისეთიც როგორიც იყო ხო მდევნელი ქრისტიანების მიიღო და აი ამ მიმღებლობის შემდგომ ხდება მისი უკვე საულეს პავლედ ქცევა ესე ვთქვათ ამიტომ ყველაზე მთავარი პრინციპი ადამიანის ცხოვრებაში იმისა რომ ის იყოს ესე ვთქვათ კარგი და შემდგარი პიროვნება არის მიმღებლობა არ უნდა გეშინოდეს არ უნდა გეშინოდეს შენ თუ მყარი ადამიანი ხარ შენ თუ პიროვნულად მყარი ხარ არ უნდა გეშინოდეს მიმღებლობის სხვა ადამიანისა იმიტომ ძირითადად რატო არ იღებს სხვა ადამიანს ეს ცუდია იმიტომ რომ გაწევ გვერდზე ცუდია გეშინია შენ საფრთხე არ შეგიქმნას
შენი თავის გეშინი, ანუ არ ხარ მყარი საკუთარ თავში და იმიტომ გვერდზე წევ. არა, მიიღე, განა ქრისტემ ყველა არ მიიღო? განა ქრისტე ყველასთვის არ ჯვარს ეცვა? ამიტომ ყველაზე მთავარი პიროვნული თვითმყარობის ნიშანი, ეს არის მიმღებლობი. მიმღებლობა და მიმღებლობის უნარი. დიახ, ძალიან დიდი მადლობა ესეთ ლამაზ საუბრისათვის, ძალიან ცოტა დრო დარჩა და თუ შეიძლება როგორ მაინც ბოლო კითხვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გაუჩნდება, რომ ყველაზე ცუდი ადამიანი გახსენდებათ ეხლა და ალბათ ბევრი ზიხართ ეხლა ტელევიზორთან და ამბობთ, რომ კაი რა ეგეთ ჩემი მეზობელიო ის როგორ უნდა მივიღო, რას ლაპარაკობ ან რაღაც. ამ შემთხვევაში მამო, მაგაშიც როგორ უნდა დავინახოთ ის, რომ კაი იყოს სიტყვაზე ცუდია თუ რაღაცა, რომ ჩვენში დიდი ის არ დატოვო სიზღი და სიძულვილი. ხო ხდებით? კაი, შეიძლება არ გაეკარო რაღაცა, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ დაუსხდეთ, რომ თუნდაც რომ ნახო შენ არ გეზიზღებოდეს, შენ ზიზღი არ ისწავლო. 2 წუთი დარჩა მამაო და თუ შეიძლება უცნაური. და მაშინ ერთ ასპექტს გამოვყოფ, რომ როცა ვსაუბრობთ მიმღებლობაზე, აქ ორი მხარეა. მიმღებლობა არ ნიშნავს, როგორც პატიებაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანთან აღადგინო ურთიერთობა. შეიძლება ადამიანთან ურთიერთობა ვერ აღადგინო რიგი მიზეზების გამო და არ კონდეს ზუსტად ისეთი ურთიერთობა, სანამ რაღაც შეცდომა მოხდებოდა, მაგრამ შენ შინაგანად გულში მისდამი ყოველთვის კონდეს სიკეთე. მისი სიკეთე ყოველთვის გიხაროდეს და მისი ტკივილი ყოველთვის საკუთრად გტკიოდეს. აი ეს არის ურთიერთობის აღდგენა. ეს არის მიმღებლობაც და არა ის, რომ შეიძლება ურთიერთობა აღდგეს. ურთიერთობა შეიძლება ვერ აღდგეს. ურთიერთობის აღდგენა არ ნიშნავს მიმღებლობას და ურთიერთობის არ აღდგენა არ ნიშნავს იმას, რომ არაპატია. შეიძლება იმ სახით ურთიერთობა ვერ დაბრუნდეს, მაგრამ შენ ყოველთვის მისდამი სიკეთე და სიყვარული უნდა მისი ცუდი უნდა გეწყინოს და კარგი უნდა გაგიხარდეს. ჩვენ ვიცით რაღაცა ის თუ ცუდია, იმ ხელაზის ხსვიძენთ, რომ ჩვენი სიკარგე იქ არსად არ ჩანს ხოლმე და